მოგესალმებით, ჩემო ხმაყურებელო და მსმენელებო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგის ფაზა განახდა უკვე და მე მოგახსენებთ ლივერპულს, ასე შემდეგ დანარჩენ მატჩებს მოგახსენებთ რა შედეგებით დასრულდა და რა ანგარიშებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკოს 2-0 უგებდა და თითქოს ატლეტიკო მადრიდის ატლეტიკო კამბექა თითქოს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მაინც ბოლო ტურზე ინვან დაიკმა კუთხური ერთ-ერთი სტანდარტული შედეგად კუთხური გამოიყენა ლივერპულმა და 2-3 მოუგო ლივერპულმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ფაზისა დაიწყო მოგებით კიდე ხა შეეხება პარი სენ-ჟერმენი ატლანტა. პარი სენ-ჟერმენი 4-0 მოიგო პარი სენ-ჟერმენმა და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშია 1 გოლი და დიდი ნაბიჯი გადადგა პარი სენ-ჟერმენმა პირველი ტურში გოლების შეფარდება 4-0-ზე აქვს. რაც შეეხება მე გამოვყობდი ამ მატჩს ძალიან დრამატული და დაძაბული მატჩი ვერ ვიტყოდი რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ პარი სენ-ჟერმენმა ძალიან ადვილად მოუგო ატლანტას გუშინ როგორც მოგეხსენებათ Manchester City ნაპოლი Manchester City-მა 2-0 მოიგო ეს მატჩი და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფში რომ მოხდეს ჯერ ამაზე ადრეა საუბარი ნაპოლმა ვერც ისე კარგად დაიწყო პირველი მატჩი 2-0 დამარცხდა და ხანანძე არის ხანანდის ანგარიშია ერთ-ერთი თიმის ანგარიშია მოკლედ ასე გამოიყურება ბარსელონამ კი უკაც 2-1 მოუგო ძალიან დრამატული და დაძაბული ბრძოლა გამოდგა და ბარსელონამ მხოლოდ და მხოლოდ პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება მოახერხა და 3 ქულით ჩაიწერა 3 ქულა მოგებით 3 ქულა ჩაიწერა. ეხლა კი რა შეეხება მე დაგიბრუნდებით 3 დღეში სპორტული სიახლეებით და ახალი ამბებით აუცილებლად თუ მოგიწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ, მე მხოლოდ და მხოლოდ დაგიბრუნდებით 3 დღეში.